ეს გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა საერთაშორისო სააგენტოდან არის აღებული, ხო, როგორც ცოტნესგან ვიცი, აი ეს არის პირველი 2 კვარტალი 2025 წლის, რამდენი ვიზიტორი მიიღო საქართველოს და აქაც გვაქვს სრული რეკორდი. პირველ 2 კვარტალში 3.153.741 ვიზიტორი. და თქვენ ხედავთ პირველ 8 ქვეყანას, რომლებიც არიან ამ მხრივ წარმოდგენილი, როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი ვიზიტორი დღესაც საქართველოში მოდის სწორედ რუსეთიდან, თითქმის 600,000, ხო, 591,000 ვიზიტორი. ნუ პირველი 4-ეული, ასე ვთქვათ, არის უშუალოდ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, ბუნებრივია, მეორე ადგილზე არის თურქეთი, მესამეზე სომხეთი, მეოთხეზე აზერბაიჯანი, ამის შემდეგ არის ისრაელი და აი ამის შემდეგ იწყება უკვე ევროპელი ვიზიტორები. ეს არის გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი. ეს სამეული არის, ასე ვთქვათ, ამ პირველ 8 ქვეყანაში წარმოდგენილი. თუნდაც აი ეს რიცხვებიც ხო ცხადყოფს იმას, რომელი ქვეყნებიდან არის ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი. მე ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ საქართველოში ევროპელი ან არ უნდა შემოუშვათ ან რასისულელია პირიქით, მაგრამ ის ბოლოდინი რაც არსებობს აი მაგალითად ამ პროდასავლურ ფლანგზე, რომ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები, არ უნდა გქონდეს იმათთან არანაირი, აი მაგალითად პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ფრენები უნდა შევწყვიტოთ, ისევ საუბრებია და გვეუბნებოდნენ მაშინაც. გვეუბნებოდნენ მაშინაც.